შენ ვერ მოუმატებ ჭადრაკის დონეს, სანამ ამ მნიშვნელოვან 9 წესს არ გაეცნობ. ჭადრაკში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც F7 და F2 პაიკების სისუსტეს უწოდებთ. როგორც ხედავთ, შავი მეფის სიახლოვეს ორი პაიკი დგას, F7 და E7 პაიკები. თუ შევადარებთ ახლა ერთმანეთს ამ ორ პაიკს, F7 პაიკი არის სუსტი, ხოლო E7 პაიკი არ არის სუსტი. რატომ? მიზეზი მარტივია. E7 პაიკი დაცული არის 3 ფიგურით, ლაზიერით, კუთი და მეფით, ხოლო F7 პაიკს იცავს მხოლოდ და მხოლოდ მეფე. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ F7 პაიკი არის სუსტი. მსგავს სიტუაციაში, როდესაც აღვაჩებთ ასეთ სუსტ პაიკს, ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება შეწირვებს. აქ არის კლასიკური შეწირვის მეთოდი, თეთრები წირავენ კუს F7-ზე, შავების ერთადერთი გაგრძელება მეფე კლავს კუს და შემდეგ თეთრები უბალოდ ლაზიერს იგებენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ F7 პაიკის სისუსტეს, როდესაც აღვაჩენთ ხოლმე, მე არ გირჩევთ, რომ ყოველთვის შეწიროთ ფიგურა ამ მომენტში, რა თქმა უნდა გადავავლოთ თვალი, წინას არ გავითვალოთ და დავწუნდეთ ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს შეწირვა. ხოლო მოცემულ სიტუაციაში როგორც აღვაჩნდა ნამდვილად მუშაობს. მოდი კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ვნახოთ. რას ითამაშებთ ახლა აქ თეთრი ფიგურებით? ჭადრაკის ერთ-ერთი უდიდესი შემტევი ოსტატი მიხაილ ტალი ამბობდა, რომ როდესაც მეტოქის მეფეს ცენტრში დარჩენილს ვხედავ, ყოველთვის ვაკვირდები შეწირვებს E6-სა და F7 უჯრებზე. ხოლო ამ პოზიციაში თეთრების ხრიდან სწორი გაგრძელებაა პაიკის შეწირვა. მას შემდეგ რაც თეთრები კლავენ ლაზიერი H5 ქიში, პაიკის G6-ის შემდგომ კი შეგვიძლია თუნდაც ლაზიერი შევწიროთ. ამას მოყვება შემდეგ G6 ქიში და ლამაზი შამათი. წესი ნომერი 2. წესი ნომერი 2 ეს არის გავცვალოთ მოწინააღმდეგის ფიანკეტირებული კუ, რომელიც მეფეს იცავს. მოდით გავცვალოთ შავუჯროვანი კუები, ამის შემდგომ ქიში უთხრეთ H6-დან მეფეს, ხოლო მეფეს ჯერვის შემდგომ, როგორც ხედავთ, შავი უჯრები მოწინააღმდეგის ბანაკში ძალიან დასუსტდა და შეტევა ბევრად უფრო გამარტივდა თეთრებისათვის. როგორც ხედავთ, ამ გაცვლების შედეგად თეთრი ლაზიერი ძალიან ახლოს მოვიდა შავების მეფესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა გვსურს H7 პაიკის აყვანა და მეფის დაშამათება, თუმცა დროებით მას მხედარი იცავს F6-დან, ამიტომაც შეგვიძლია გადავუყმოთ მხედარი D5-ზე და შევთავაზოთ გაცვლა, ამის შემდგომ ქიში და შემდეგ ლაზიერი H8 შამათი. წარმოიდგინეთ, რომ ამ პოზიციაში შავუჯროვანი კუ რო ყავდეს მეტოქეს G7-ზე. აღარ იქნებოდა შამათი. სწორედ ამიტომ დავიმახსოვროთ ეს წესი. უნდა გავცვალოთ მეტოქის ფიანკეტირებული კუ, რომელიც იცავს მეფეს. სანამ შემდეგ მნიშვნელოვან წესს გაგაცნობ, მოდი შევხედოთ მაგალითს. ამ პოზიციაში ჩვენ შავები ვართ და მოწინააღმდეგე მითამაშა პაიკი C3. იგი ამუქრება ჩვენს მხედარს. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია. როგორ მოიქცეუნენ აქ მოთამაშეთა უმეტესობა? სავარაუდოდ გაცვლიდნენ მხედარს კუში, ან მხედრით უბალოდ დაიხევდნენ უკან, რაც სავსებით ნორმალურია. თუმცა მე მინდა გირჩიო, რომ ყოველთვის პირველ რიგში შეხედე კონტრმუქარებს. კონტრმუქარა ეს არის მოწინააღმდეგის მუქარის საპასუხო, მუქარის შექმნა. ამ შემთხვევაში შავებს აქვთ ასეთი საინტერესო სვლა, პაიკი A4. იმ შემთხვევაში თუ კი თეთრები მხედარს აიყვანენ, საპასუხოდ ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ კუ და თუნდაც E5-ზე პაიკი აიყვანონ და ზეწოლა მოიტანონ მხედარზე, აქაც შეგვიძლია კიდევ ერთი საინტერესო კონტრმუქარის შეთავაზება, ეტლი კლავს A2-ს. ხოლო ეტლი A2 პაიკი A2-ის შემდეგ შავები ლაზიერს აცოცხლებენ. როგორც ხედავ, კონტრმუქარა საკმაოდ ძლიერი იარაღია, ამიტომ ფიქრი ყოველთვის მაქედან დაიწყე ხოლმე. კარგი, გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე. წესი ნომერი 4. ყოველთვის გაანალიზე მეტოქის უკანასკნელი სვლა. მოცემულ პოზიციაში მეტოქე თამაშობს ეტლი A8-ს. მოდით დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა, რა შეიძლება იყოს ამ სვლის მიზანი? რა თქმა უნდა, შავებს სურთ E5 სვლის გაძლიერება, ზედ ამიტომ დააყენეს ეტლი პაიკის უკან. ხოლო თუ თეთრები ახლა ფრთხილად არ იქნებიან და რაიმე უწყინარ სვლას გააკეთებენ, შავი ითამაშებს პაიკს E5-ზე, პაიკების გაცვლის შემდგომ, როდესაც კურს გავწევთ სადმე, არ აქვს მნიშვნელობა, უსაფრთხო უჯრაზე, შემდეგ პაიკი მოდის E4-ზე და გვიკეთებს ჩანგალს. ნებისმიერი ფიგურის გადარჩენის შემთხვევაში, შემდეგ ერთ-ერთი ფიგურა მაინც იკარგება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ზუსტად გვესმოდეს მოწინააღმდეგის უკანასკნელი სვლის ჩანაფიქრი. ამით თავიდან ავირიდებ ზედმეტ საფრთხეებს და ფიგურების დაკარგვებს.
ამ სიტუაციაში, როდესაც მუქ არა ვიცით, ძალიან მარტივია საფრთხის მოგერიება. წინასწარ შეგვიძლია გავწიოთ პირობითად კურსადმე, როდესაც შავი ითამაშოს პაიკს ხუთზე. შეგვიძლია ერთხელ გავცვალოთ პაიკები, შემდეგ გავწიოთ კუ მაგალითად E2-ზე და აღარ გვეშინია პაიკის წინსვლის, რადგან მხედარს გადავყვანთ თავისუფალ უჯრაზე. მოდით გავეცნოთ ახლა მეხუთე წესის მნიშვნელობას. მოცემულ პოზიციაში შავები ჩამორჩნენ განვითარებაში და არ გააკეთეს როქი. თეთრები იოლად ახორციელებენ მეფეზე შეტევას კუბ5 ქიშის საშუალებით. შავების ერთადერთი დაცვის გზა არის მხედარი D7, ამის შემდგომ შეგვიძლია ეტლით ავუყანოთ მხედარი. როგორც ხედავთ ახლა შავები უამრავი მუქარის ქვეშ იმყოფებიან, მათ ემუქრებათ ეტლის გაწევა და გახსნილი ქიშები 5, ასე რომ შავები წაგებასთან ძალიან ახლოს იმყოფებიან. მეხუთე წესი ასე გამოიყურება. ყოველთვის ეცადე, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთო როქი. როგორც ხედავთ, შავები სწორედ უროქობის გამო ისჯებიან ახლა. რაც შეეხება მეექვსე წესს. მეექვსე წესი გვეუბნება, რომ ხშირ შემთხვევაში რაიმის აყვანა არის შეცდომა. მოცემულ პოზიციაში თეთრებმა ითამაშეს პაიკი E5. ისინი ემუქრებიან ჩვენს მხედარს და ჩვენს პაიკს. მე მინდა დაგისვა ახლა შეკითხვა. როგორ ფიქრობ? უნდა ავიყვანოთ პაიკი თუ უნდა გადავიყვანოთ მხედარი სადმე? მოთამაშეთა უმეტესობა ამ პოზიციაში ავტომატურად გაცვლიდა პაიკებს, რაც არის შეცდომა. ამ შემთხვევაში ჩვენ ამით თეთრებს ვეხმარებით, რომ გააქტიურონ საკუთარი ფიგურები. მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვა ამ მომენტში, როგორ ფიქრობ შენ? უნდა ავიყვანოთ ახლა ლაზიერი თუ უნდა გადავარჩინოთ მხედარი? კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მოთამაშეთა უმეტესობა ამ შემთხვევაში ლაზიერებს გაცვლიდნენ, რასაც მოყვებოდა თეთრების მხრიდან ეტლი კლავს ლაზიერს და როგორც ხედავთ, ამ გაცვლების შედეგად ჩვენ ისევ თეთრებს ვეხმარებით საკუთარი ფიგურების გააქტიურებაში. ახლა თეთრების პოზიცია უკვე საგრძნობლად გაძლიერდა, რასაკვირველია მხედარი უნდა გადავარჩინოთ. მხედარი H5-ის შემთხვევაში, მაგალითად თუ დავამუქრებით კუს, თეთრებს აქვთ აი ასეთი ძლიერი გაგრძელება, მხედარი D5 სვლა. ისინი უკვე ქმნიან სერიოზულ მუქარებს C7 პაიკის სახით და თუნდაც შავებმა კუ აიყვანონ, თეთრებს შეუძლიათ არ მოკვლან მხედარი და ამის ნაცვლად არის აი ასეთი სვლა მხედარი C7 ქიში, ხოლო მეფე F8-ს მოყვება ეტლი D8 ქიში და შამათი. ხო, დაიმახსოვრე ეს წესი, რომ როდესაც გაცვლის წინაშე დგახარ, ნუ გააკეთებ ხოლმე ავტომატურ გაცვლებს და ჯერ კარგად დაფიქრდი, რადგან გაცვლების შედეგად, როგორც წესი, მოწინააღმდეგის ფიგურების გაუმჯობესებას ვეხმარებით. წესი ნომერი 7. თუ შენ გინდა რომ შეუტიო მეტოქეს, ამისათვის პირველ რიგში უნდა გახსნა პოზიცია. პოზიცია იხსნება ორ შემთხვევაში. პირველი, როდესაც პაიკების გაცვლას ვთავაზობთ მოწინააღმდეგეს, ან როდესაც ფიგურას ვწირავთ. თეთრებით ვწირავთ ფიგურას პოზიციის გახსნისთვის, ამის შემდეგ შეგვიძლია ავიყვანოთ პაიკი და დავამუქროთ მხედარს. ვთქვათ, შავებმა დაიცვეს მხედარი, აქ უკვე შეგვიძლია გადავიყვანოთ მხედარი G5-ზე და გავაძლიეროთ შეტევა. ვთქვათ, შავებმა გაცვალეს კუები, გადმოიყვანეს მხედარი D4-ზე აქტიურად. შამათის ჩასასმელად პირველ რიგში მხედარი გვიშლის ხელს, ამიტომ შეგვიძლია მხედარი გადავიყვანოთ D5-ზე და დავამუქროთ ლაზიერს და მხედარს. ამ გაცვლის შემდეგ კი უბრალოდ ლაზიერი H7 შამათი. რა თქმა უნდა, შავებს დაცვის უკეთესი გზებიც ექნებოდათ. უბრალოდ დემონსტრაციისთვის მინდა გაჩვენოთ, რომ ეფექტური შეტევისათვის აუცილებელია გავხსნათ პოზიცია და პოზიციის გახსნისთვის, როგორც გითხარით, არსებობს ორი საშუალება: პაიკების გაცვლა ან ფიგურების შეწირვა. წესი ნომერი 8. სანამ რაიმეს ითამაშებ, ყოველთვის წინასწარ გადაამოწმე მოწინააღმდეგის მხრიდან ყველაზე აგრესიული სვლები. ამ პოზიციაში თეთრებმა ითამაშეს ლაზიერი კლავს პაიკს, იმის იმედად, რომ პაიკს არ შეუძლია ლაზიერის აყვანა, რადგან დაბმულია. თუმცა აქ თეთრებს გამორჩათ შავების მხრიდან უბრწყინვალესი შეწირვა ლაზიერი კლავს ეტლს. ხოლო ლაზიერის აყვანის შემდგომ შავს უბრალოდ შეუძლია აიყვანოს ლაზიერი და შავები მატერიალურ უპირატესობაში რჩებიან. ასე რომ გახსოვდეს, სანამ რაიმეს ითამაშებ, ყოველთვის წინასწარ გადახედე მეტოქის ყველაზე აქტიურ და აგრესიულ სვლებს. და ბოლო წესი, მივადექით მე-9 და ძალიან მნიშვნელოვან წესს,
ამ სიტუაციაში ალბათ შეამჩნიეთ, რომ შავი პაიკი ამუქრება ლაზიერს და დარწმუნებული ვარ, აქ მოთამაშეთა უმეტესობა ითამაშებდა აი ასეთ სვლას ლაზიერი H6, რომელიც ქმნის საშამათო მუქარას. ერთი შეხედვით ეს სვლა ურიგო არ არის, მაგრამ შავს შეუძლია უბრალოდ ითამაშოს პაიკი F6, ამ გაცვლების შედეგად კი ეტლი კლავს კუს და შავმა მუქარა მოიგერიეს. ამის ნაცვლად მე შენ გთავაზობ აზროვნების უნიკალურ ფორმულას, რომელიც გვეუბნება ასეთ რამეს. ყოველთვის გადაამოწმე პოტენციური ქიშები. თეთრები იმარჯვებენ ასეთი მოულოდნელი შეწირვით, ლაზიერი კლავს H7, მეფე H7-ის შემდეგ კი არის ეტლი H3, მეფე G8 და ეტლი H8 შამათი. დავიმახსოვროთ, რომ ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ ყველა პოტენციური ქიში. შენ კი თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქე და დამიწერე კომენტარებში, რომელმა წესმა მოახდინე შენზე შთაბეჭდილება და რომელი წესი გამოგდგომია პრაქტიკაში ყველაზე ხშირად.